ეს კრიზისი აღარ ითმენს და თუ ამ კვირაში თუ მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას გავუფრთხილდეთ, ამ საზოგადოებას გავუფრთხილდეთ, დავაწყნაროთ და მივცეთ ის, რაც არის გასაღები ნამდვილად დაწყნარების და მშვიდობის, მაშინ შეხვდეთ რაღაც გადავდოთ ამ კვირაში 29-მდე მე მზად ვარ და მივიღებ ნებისმიერ ფორმატში შევთანხმდეთ და ეს იქნება ძალიან მარტივი. და მე 29-დან უკვე თუ არ იქნა მიღწეული ეს კომპრომისული ვარიანტი, ეს დიალოგი, რაც კიდევ ერთხელ მინდა ამას ხაზი გავუსვა. ჩვენ ქვეყანას ეს სჭირდება, თუ არ გვინდა რომ ეს ქვეყანა უკვე ჩაეფლოს კიდევ უარეს კრიზისში და რომელიც ყველაფრის მომცველი იქნება და სადაც ყველანი დავკარგავთ იმას, რაც მივაღწიეთ წლების და ათეულების მანძილზე და სადაც ვართ მისული რეალურად თუნდაც ევროკავშირის კარებთან. თუ არა მეორე ვარიანტი ამ და მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მაგრამ მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით. სხვა გზა არ არის, უკვე იშლება ეს რეჟიმი და ეტყობა, რომ ყოველდღიურად ახალი სეგმენტების საზოგადოების, ახალი ჩინოსნების სხვადასხვა დარგის, ახალი ბიზნესები უერთდებიან პროტესტს, არა ისინი, ვინც დღეს მივიდნენ კობახიძესთან, მაგრამ მთელი დანარჩენი დიდი ჯარი ქართული ბიზნესის, რომელსაც არ აქვს ისეთი მჭიდრო კავშირები რუსეთთან, დანარჩენი ბიზნესი ძალიან წუხს, ძალიან ღელავს და ხედავს, საიდკენ მიდის ქვეყანა და საიდკენ მიდის ასევე ჩვენი ფინანსური სტაბილურობა იმ სიტუაციაში, როცა სანქციები უკვე დაწესებულია და როცა ეროვნული ბანკი არ იშლის და აგრძელებს თავის სრულიად გაუგონარ პოლიტიკას. რეჟიმის ჩამოშლა, ეს არის ის ალტერნატივა, ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა. ყველაფერი არ იქნება, როგორც თვლის ოცნება. საჭირო არის დათმობა, საჭირო არის აღიარება რაღაცეების, მაგრამ შეიძლება კომპრომისი. თუ არა, და ეს არის რეჟიმის ჩამოშლა, რომელიც თავისით იშლება. აქ არავისი ხელი არ არის, არც ომის პარტიის, არც ღომის პარტიის, არავისი ხელი არ არის. არის თქვენი ხელი, ვინც ხართ ძალაუფლებაში, იმიტომ რომ დროზე ვერ მოხვედით გონზე და ვერ დაინახეთ ამ ქვეყანას როგორ უნდა მოეპყროთ და როგორ უნდა თქვენს მიმართ ნდობა შეინარჩუნოთ.